ერთი შეხედვით ივანიშვილის რუსული რეჟიმი საკუთარ არალეგიტიმურობაში ჩაკეტილი პროპაგანდის დახმარებით თავს იმშვიდებს და თავისას მიერეკება. უფრო მეტიც, პრემიერა წოდებული ირაკლი კობახიძე მივლინებებშიც კი დადის. ხელისუფლებობანას თამაშობს. მართალია ქუჩაში ხალხს ამ ეტაპზე აღარ ასისხლიანებენ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხარებას მარბიელი რაზმი ახალი პოგრომებისთვის არ ემზადება. რეჟიმი ახლა ფიქრობს, რომ დროს იგებს. განსაკუთრებით იმ ფონზე, რაც ახლა ხდება მსოფლიოს დიდ პოლიტიკურ სცენაზე. ტრამპი, ზელენსკი, ევროპა, მოსკოვი, ჩინეთი. ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ ხალხის პროტესტი მინელდება და ამასობაში ყველას, ანუ მსოფლიო აქტორებს და განსაკუთრებით ქართველი ხალხის მეგობრებს დავიწყებათ, რომ თბილისში უზურპატორი და მოძალადე რეჟიმია და რომ აქვე თავისუფლებისთვის ხალხი ბრძოლას აგრძელებს. ივანიშვილს ალბათ ისიც გონია, რომ ახალი ევროპის ერთ-ერთ უმთავრეს მოთამაშეს, საფრანგეთის პრეზიდენტს, მასთან სატელეფონო კავშირი დაავიწყდა, რომლის დროსაც მაკრონმა მოითხოვა ყველა უსამართლოდ დაკავებული ადამიანის გათავისუფლება და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემა. როგორც გახსოვთ, რეჟიმმა ამ სატელეფონო საუბრის შესახებ საკუთარი დამახინჯებული ვერსია გაავრცელა და მას შემდეგ არათუ გაათავისუფლა უსამართლოდ დაკავებულები, ციხეები ლამის აავსო პოლიტპატიმრებით, რომ აღარაფერი ვთქვათ კოლოსალურ ჯარიმებზე და სხვა რეპრესიულ ზომებზე, რასაც რეჟიმი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართავს. მოკლედ, როგორც გითხარით, მსოფლიო ტურბულენტობის ფონზე ივანიშვილის რეჟიმს იმედი აქვს, რომ გადააგორებს და ეგრეთ წოდებული დიდ გადანაწილებაში გარუსებული საქართველო რუსეთის ხურდაში მოხვდება. რასაც უყურებთ, დიდი გადანაწილება არ არის და არც და ვერც იქნება, არც მოსკოვის და შესაბამისად ივანიშვილის ოცნებები ხდება იმ შესახებ, რომ ევროპამ ძალა დაკარგა და ვაშინგტონმა უკრაინა ბოლომდე მიატოვა და ასე შემდეგ. ფაქტის სახელზეა, ევროპა ძლიერდება, რუსეთი ისევ აგრესორია და ივანიშვილის რეჟიმს მაკრონის მთავრობის ევროპის საქმეთა მინისტრმა ბენჟამინ ჰადადმა ონლაინ მედია ევროსკოპის რედაქტორთან თამარ ნუცუბიძესთან ინტერვიუში მკაფიოდ შეახსენა ივანიშვილს, რომ საფრანგეთს და ევროპას საქართველო და ქართველი ხალხი ახსოვს. მოდით თამარ ნუცუბიძეს მოусმინოთ, რომელიც ბრიუსელში აქტიურად აკვირდება, რა თქმა უნდა, არა მარტო საქართველოსთან გაცილებით უფრო დიდ სურათში მიმდინარე ცვლილებებს, მოვლენებს, პროცესებს, რომელზეც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ საუბარიც კი შეიძლებოდა ბევრს არასერიოზულად მოჩვენებოდა. თამარ, ბრიუსელი ვაშინგტონთან ერთად ნამდვილად გახდა ის პოლიტიკური ცენტრი, დედაქალაქი, სადაც ახალი მსოფლიო მოწყობის არქიტექტურა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება. რა შეგიძლია გითხრა ბოლო დღეების განმავლობაში მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომელიც მათ შორის საქართველოს მომავალზეც აისახება? საღამო მშვიდობის, გიორგი, მოდით დავიწყოთ მაინც ჯერ საქართველოთი, რადგანაც ჩვენ ყველას ყველაზე უფრო მეტად ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი გვადარდებს. ჩვენი ქვეყანა დღეს კანდიდატის სტატუსით არის, თუმცა ყველანაირი სვლა ევროპისკენ არის შეჩერებული და მაშინ, როდესაც აი ესეთი გადალაგება და ესეთი გეოპოლიტიკური ძვრებია და ბევრი იმასაც ლაპარაკობს, სხვათა შორის, რომ კიდევ ერთი შანსი, კიდევ ერთი შესაძლებლობების ფანჯარა შეიძლება გაიხსნეს, რადგანაც ევროპა მაგალითად უფრო მკაფიოდ ამბობს, რომ მას აი ამ ვითარებაში არ სურს გარშემო კონდეს ეგრეთ წოდებული რუხი ზონები და არაერთმა სხვათა შორის ლიდერმა 6 მარტს გამართულ სამიტზე ისიც კი თქვა, რომ აი ამ სხვა ჩამოთვლილ საკითხებთან და პროცესებთან ერთად გაფართოების საკითხიც უფრო უნდა იყოს წინ წამოწეული. ამიტომაც ძალიან საინტერესოა, სად აღმოჩნდებით ჩვენ, ანუ აუბამთ თუ არა მხარს აი ამ ახალ რეალობას, ახალ კონტენტს, ახალ კონტექსტს, როგორც ბრიუსელში ამბობენ. სწორედ 6 მარტს აქ ბრიუსელში საფრანგეთის დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა ევროპის საკითხებში
მინისტრი, რომელსაც ჩვენ გავესაუბრეთ, ამის საშუალება მოგვეცა და საინტერესო იცით კიდევ ის არის ამ მხრივ, რომ სწორედ ევროპის საკითხებში მინისტრების პრეროგატივაში შედის გაფართოების საკითხი და მათ ძალიან კარგად იციან ვითარება იმ ქვეყნებში, რომელთაც გაცხადებული აქვს, რომ უნდათ ევროკავშირის წევრები გახდნენ და მით უმეტეს რაც შეეხება საქართველოს. ბენჟამინ ჰადადმა ძალიან ღიად გითხრა, რომ საქართველოზე საუბარი არის, რა თქმა უნდა, მან ძალიან მკაფიოდ ასევე თქვა, რომ აუცილებლად ყველა პასუხისმგებელი უნდა იყოს დასჯილი, ვინც არღვევს საქართველოში ადამიანის უფლებებს და ასევე რომ ხელისუფლება არ ისმენს ქართველი ხალხის ნებას, საქართველო იყოს ამ ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. რა თქმა უნდა, გამომდინარე იქედან რომ ჰადადი წარმოადგენს საფრანგეთს და არაერთხელ საუბარიც იყო და თუნდაც ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში ძალიან ნათლად არის მითითებული და მოწოდება საფრანგეთის ხელისუფლების მიმართ პერსონალურ სანქციებზე და კონკრეტულად დასახელებულია თავად ბიძინა ივანიშვილი, რადგანაც მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ეს შეკითხვაც დაუსვით ჩვენ მინისტრს და აი შეგვიძლია მცირე ინტერვიუ საქართველოსთან მიმართებით მოვისმინოთ რამდენიმე ჩაკითხვით. საქართველოზე მინდა გკითხოთ. 100 დღეა ქართველი ხალხი იბრძვის ევროპული მომავლისთვის. როგორ აფასებთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და როგორ შეიძლება ამ არსებული ჩიხიდან გამოსვლა? საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას. სერიოზულად გვაშფოთებს ქართული ოცნების ქმედებები. ნახეთ გაყალბება, ძალადობა, დაშინება ბოლო არჩევნების დროს და მოუწოდეთ ინკლუზიური დიალოგისკენ ერთიანობისთვის. ქართველები იმსახურებენ, რომ პატივი სცენ მათ ევროპულ მისწრაფებას, მაგრამ ქართული ოცნების ქმედებები სამწუხაროდ მოსახლეობისთვის ევროპისკენ კარს ხურავს. To Europe for the Georgian population. თუ ფიქრობთ, რომ ამ პრობლემის მოგვარება ახალი არჩევნებით არის შესაძლებელი, რადგან მოსახლეობის ნაწილი და ოპოზიცია ახალ არჩევნებს მოითხოვს. იქნება თუ არა ეს წინ გადადგმული ნაბიჯი პოლიტიკური და საკონსტიტუციო კრიზისის დასაძლევად? Yes, and we have said so in the past. New elections. სწორედ ეს ვთქვით ადრე. ვფიქრობ, რომ ახალი არჩევნები შეიძლება იყოს კრიზისიდან გამოსვლის გზა. ჩვენ გამოდივართ ინკლუზიური დიალოგის მოწოდებით, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ოპოზიცია და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი პატივისცემა, რომელიც უარს იტყვის ნებისმიერი სახის ძალადობაზე, განსაკუთრებით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ძალიან შეშფოთებულები ვიყავით არალიბერალური ტრადიციის გამო. ამის ვეუბნებოდით ქართულ ოცნებას არა მხოლოდ ბოლო თვეების განმავლობაში, არამედ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, რომ ის აშორებს ქართველებს ევროპულ გზას. From its European path. And the last, what about the targeted sanctions? I remembered it now because მიზნობრივ სანქციებზეც გითხავთ. იყო მოთხოვნა საფრანგეთის მიმართაც, რადგანაც ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეც არის. არის ეს დღის წესრიგში? in agenda, it's on the table. These are among the measures that we've been. ეს არის ზომები, რომლებსაც განვიხილავთ. რა თქმა უნდა, არსებობს ვარიანტები ევროპულ დონეზე და ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იქნება მიუღებელი და ამას გარკვევით ვიტყვით. We will clearly say so. Thank you very much. საფრანგეთი როგორც ყველა კარგად ხედავს, ახლა ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა არის აი ამ გეოპოლიტიკურ გადაწყობაზე და იმ გამოსავალის ძებნის პროცესში, რასაც ქვია და რაც არის ევროპისთვის მეტი სუვერენიტეტი და თავდაცვა. ბრიუსელში ძალიან ხაზგასმით ამბობენ, რომ ევროპის სუვერენიტეტი და ასევე სწორედ ევროპის უსაფრთხოება ახლა უკრაინაზე გადის და ამიტომაც ამბობენ, რომ უკრაინის სამხედრო დახმარება და მისი გაძლიერება იქნება გარანტი, ესე ვთქვათ, იმისთვის, რომ უკრაინა ძალიან მყარად წარდგეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და იყოს არა მხოლოდ პაუზა ან ცეცხლის შეწყვეტა, არამედ გრძელვადიანი მშვიდობა და რუსეთს არ ქონდეს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ასეთი აგრესიული თავდასხმის. რა თქმა უნდა, მინისტრს ამასთან დაკავშირებითაც დაუსვით
შეკითხვა საფრანგეთის როლზე ამ მიმდინარე პროცესებში. ბენჯამინ ჰადადი პირდაპირ ასახელებს, ვინ არის რეალურად დღეს აგრესორი და ამბობს, რომ სწორედ აგრესორის წინააღმდეგ ახლა სხვა ახალი ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო. So we are here today at the European ჩვენ ახლა ვიმყოფებით ევროპული საბჭოს შეხვედრაზე, რომელმაც ზუსტად უნდა აჩვენოს ძლიერი ერთიანი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რადგან უკრაინა ახლა იბრძვის საკუთარი თავისუფლებისთვის და უსაფრთხოებისთვის, იმ საფრთხისგან დასაცავად, რომელსაც რუსეთი ყველა ჩვენს დემოკრატიას უქმნის. ასევე ეს არის სამიტი ფინანსების მოსაძლიერებლად ევროპის თავდაცვისთვის. ახლა ისტორიული და გადამწყვეტი მომენტია, მიმდინარეობს აგრესიული ომი ჩვენს კონტინენტზე. ისმის კითხვები ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მომავალზე და შეერთებული შტატების უსაფრთხოების ხოლკაზე. ჩვენ ევროპელებს გვჭირდება, რომ უსაფრთხოების დაცვაზე ჩვენს ბედზე პასუხისმგებლობა ჩვენვე ავიღოთ. ეს ნიშნავს მასშტაბურ ინვესტიციებს ჩვენს თავდაცვაში და ტექნოლოგიებში. კომისია გამოაცხადებს ახალ რესურსებს, გამოაცხადებს მოქნილ გეგმას, რომ წევრმა ქვეყნებმა მეტი ინვესტიცია ჩადონ თავდაცვაში, რაც სწორია, მაგრამ ეს მხოლოდ თავარი, ძელვადიანი ცვლილებების დასაწყისია. ეს არის საკვანძო ელემენტი და საფრანგეთი წლებია გამოდის ევროპის სტრატეგიული ავტონომიის მხარდასაჭერად. იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ მივცეთ უფლებას სხვებს ჩვენს ნაცვლად დაწერონ ისტორია. strategic autonomy of Europeans to depend less on others and make sure that we don't let others write our history instead of us. This shows once again რუსეთია ერთადერთი ქვეყანა, რომელიც უარს ამბობს მშვიდობაზე, უარს ამბობს დიპლომატიაზე. ერთადერთი გზა ამ ომის დასასრულებლად სამართლიანი გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად უკრაინაში, რაც ჩვენი სურვილია, არის მეტი ზეწოლა რუსეთზე, მეტი ეკონომიკური ზეწოლა და უკრაინელების დახმარება იარაღით, რომ დავწმუნდეთ, რომ მხოლოდ ზავი კი არ მივიღეთ, არამედ სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა უსაფრთხოების გარანტიებით, ისე რომ რუსეთმა ვეღარ შეძლოს ხელახალი შეიარაღება და თავდასხმა. მომავალი კვირა საკმაოდ საინტერესო იქნება არა მხოლოდ აქ ბრიუსელში, არამედ მთელი ევროკავშირის ტერიტორიაზე. ევროკავშირის პოლიტიკურ დედაქალაქში დიდი ინტერესით ელოდებიან, როგორც ჩაივლის მომავალ კვირას მოლაპარაკებები უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციებს შორის საუდის არაბეთში. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოთხშაბათს პარიზში წამყვანი ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები შეიკრიბებიან. ამ შეხვედრას დაესწრება ბრიტანეთის თავდაცვის მდივანიც და რა თქმა უნდა განხილვის თემა იქნება სწორედ ის აქტუალური საკითხები, როგორ უნდა დაიცვას ევროპამ თავი ისე, რომ უგლიოყოფილი იყოს კონტინენტის უსაფრთხოება და რასახის დახმარება და როგორ შეიძლება ეს დახმარება მაქსიმალურად სწრაფად იყოს მიწოდებული უკრაინისთვის. ძალიან დიდი მადლობა თამარ ნუცუბიძე გვიზიარებდა თავის დაკვირვების შედეგებს ბრიუსელში მიმდინარე მოლაპარაკებებსა და გადაწყვეტილებებზე.